9 ნაბიჯი გამარჯვებისკენ არჩევნებამდე 6 დღით ადრე ქვეყნის პირველმა ლეიბორისტმა საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. შალვა ნათელაშვილი პირობას დებს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ქვეყანაში დემოკრატია, მშვიდობა, სამართლიანობა და რაც მთავარია ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. უფასო განათლება, მეგობრული ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან და ევროკავშირთან, იაფი ჯანდაცვა პრეზიდენტო კანდიდატის პროგრამის ძირითადი მიმართულებებია. ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ მას კონკურენტები არ ყავს და თუ ხელისუფლება არჩევნების გაყოლება შეეცდება, ის საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრება. ეს არის ნოსტალგია. რაჭერა ჩემს მიმართ არის ერთმნიშვნელოვანი და გამოკვეთილი. დანარჩენ კანდიდატებს პულსი არ ესინჯებათ, სუნთქვა არ ეტყობათ. თუ ხელისუფლება მაინც წავა არჩევნების გაყალბებაზე, მაშინ მეიზურებული გავხდები აი ამ ხალხს, მთელ საქართველოს დაუძახო რუსთაველის პროსპექტზე და მაშინ უკვე ბატონ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ჩემი მომხრეების დათვლა. შალვა ნათელაშვილს არ ყავს პიროვნული კონკურენტი, მისი კონკურენტი არის რეჟიმი და რეჟიმის მიერ შობილი პიროვნებები, რომლებიც ადრე თუ დღეს იყვნენ თანამდებობებზე და რომ ამ თანამდებობებს იყენებდნენ პირადი კეთილდღეობისათვის, იყენებდნენ საკუთარი ძალაუფლების გასამტკიცებლად და რომელთა მმართველობამაც ქვეყანას მრავალი უბედურება მოუტანა.